საქართველოში არსებული სამხედრო ბაზების 80%-ში გაუსაძლისი მდგომარეობა განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით არსებობს ელიტარული ნაწილები, სადაც კარგი მდგომარეობა ნაწილში კი საბჭოთა კავშირის შემდეგ ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა. მისივე თქმით, ამ დრომდე პოლიტიკური ელიტა საზოგადოებას ატყუებდა და რეალურ სურათს არ აჩვენებდა. Tablet სამინისტროში შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც მათ შორის კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი არის ჩართული და მათ შემოიარეს თითქმის ყველა სამხედრო ნაწილი და ადგილზე გაიცნეს სიტუაციას. დაახლოებით 80%-ში არის გაუსაძლისი პირობები. სწორედ ამაზე ვსაუბრობ და ამ კუთხით ვამბობ, რომ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო წინა ხელისუფლების მიერ, მხრიდან, როდესაც მათ მიერ გარკვეული ნაწილების ასე ვთქვათ, რემონტი ხორციელდებოდა, ხოლო გარკვეული ნაწილების მიმართ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო, იქ არაფერი არ კეთდებოდა.